ამ აქციის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას დღეს წარსული კიდევ ერთხელ გაუხსენეს, უფრო კონკრეტულად რა გამოხმაურება მოყვა განცხადებებს ოპონენტების მხრიდან. კეთი ბრაჭული განაგზობს თემას პირდაპირ ეთერში. კეთი, საღამომშვიდობისა და გისმენთ. ყოფილი მართველი გუნდი დემოკრატიის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს ის კი, ვინც ახლა მთავრობაშია, ნაციონალური მოძრაობას აკრიტიკებს. ზაზა გაბუნიამ დღეს ნაციონალურ მოძრაობას გიგი უგულავასა და დემოკრატიას შორის ტოლობის ნიშანი ვერ დასვა. საკრებულოს დეპუტატმა უმცირესობას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპონენტებზე ზეწოლის ფაქტები გაახსენა. ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება არ გეგმავს ზეწოლის მეთოდები გამოიყენოს მისი ოპონენტების მიმართ, რადგან დღის წესრიგში დგას არა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, არამედ სამართლიანობის აღდგენა და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. დღესვე ნაციონალურ მოძრაობის ახალ კამპანიასთან დაკავშირებით კომენტარი ვიქტორ დოლიძემაც გააკეთა. პარლამენტის უმრავლესობის წევრისთვის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების და მხარდამჭერების დღევანდელი აქცია ერთდროულად სასაცილოა და მისასალმებელიც. უფრო კონკრეტულად აქციის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ. თუკი ჩვენ გსურს სამართლებრივი სახელმწიფო, ანუ ევროპული, ანუ დემოკრატიული სახელმწიფო, შესაბამისად კანონის წინაშე ყველა არის პასუხისმგებელი. ამიტომ პირიქით დემოკრატიის მოთხოვნა, პროცედურული დემოკრატიის სამართლის კუთხის მათ შორის, ამ მოთხოვნების, ამ წინაპირობების გამო მიმდინარეობს მთელი ეს პროცედურა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა, სრულიად არაადეკვატურ პრიზმაში ხედავს ნაციონალური მოძრაობა და ტოლობის ნიშანს სვამს საკუთარ პარტიასა და დემოკრატიაში. ეს აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ჩემთვის, ასევე ძალიან დიდი ნაწილისთვის ჩვენი საზოგადოების. სასაცილოა უმცირე მართალი გითხრათ, როდესაც ბოლშევიკები დემოკრატიასთან დაკავშირებით მართავენ რაღაც საპროტესტო აქციას, თუმცა მისასალმებელია, ულოცავ მათ, რომ მიეცათ საშუალება და დაიწყეს ბოლო-ბოლო იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დემოკრატია, რომ დემოკრატია კარგია და მათ ამის თავისუფლება რო და არა მხოლოდ მათ ხალხს მიეცა ერთხელ და სამუდამოდ არ ურტყავენ ხელკეტებს, ქუჩაში არ იტაცებენ, არ გაყავთ ქალაგარეთ, არ კლავენ, არ იკარგება ხალხი და ასე შემდგომ. ეს თავისუფლების შეგრძნება რო ნახეს მათაც და იგემეს ეს თავისუფლება, მე ძალიან მიხარია, ულოცავ. დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პარტიის წარმომადგენლები დღეს ყველაზე მეტ დროს ოთარ ფარცხალაძისა და პროკურატურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უთმობდნენ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, ბრძოლა დემოკრატიისთვის ახალი წლის შემდეგ განახლდება. დიდი მადლობა. ნაციონალური მოძრაობის პროტესტი და გამოხმაურებები კეთი ბრაჭულიმ გაგვაცნო.